რამდენიმე წამში უკვე შემოგვიერთდება ჩვენი შემდგომი სტუმარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ირაკლი ბათიაშვილი. ბუნებრივია, მასთან ვისაუბრებთ ქვეყანაში 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და ბუნებრივია, ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, მისი ახალი ადმინისტრაცია, პოლიტიკა, მიდგომები და მოლოდინები და პროგნოზები, რომლებიც არის საქართველოში მკვეთრად განსხვავებული ერთმანეთისგან. ირაკლი ბათიაშვილი უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მადლობ მოწვევისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. აი დავიწყოთ ჩვენი საუბარი სწორედ იმ თემით, რაც ახლა დავაანონსეთ. 2 დღის წინ ნახეთ, რომ საინაუგურაციო სიტყვით წარდგა დონალდ ტრამპი, შეუდგა უკვე საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად. როგორია თქვენი მოლოდინი და პროგნოზი? ელოდებით თუ არა საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომების და პოლიტიკის ცვლილებას? მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო თვეებში საკმაოდ დაძაბული იყო ეს ურთიერთობა და 2 თვის წინ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკამ საერთოდ სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მწვავე განცხადებები შემდგომ უკვე გადაითარგმნა კონკრეტულ სასანქციო გადაწყვეტილებებში და მკაცრ ზომებში. ჩემი კი არა, მთელ მსოფლიოში, უპირველეს ყოვლისა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაში, სხვადასხვა ფენებში, მთელ მსოფლიოში არის ძალიან სერიოზული მოლოდინები, სერიოზული ცვლილებების. ჯერ საქართველოს თავი გავანებოთ და მე მინდა აღნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ეს იყო საინაუგურაციო მხოლოდ სიტყვა, ესე იგი გამოსვლა, ეს რომელსაც ჭირდება, რა თქმა უნდა, შემდგომ რეალიზაცია, მაგრამ ეს სიტყვა ნამდვილად იყო ისტორიული მნიშვნელობის, მე არ გავაზვიადებ. ვინაიდან ის შეიცავდა თავის თავში მონახას რადიკალური შემოტრიალების ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის და მსოფლმხედველობის. და აი ეს რადიკალური შემოტრიალება, ანუ შემოტრიალება 180 გრადუსით, ეს სწორედ დონალდ ტრამპმა გააჟღერა მთელ რიგ პუნქტებში. პირველ რიგში, რაც ეხება მიგრაციის უკანონო მიგრაციის შეჩერება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ეს სხვაგანაც მომიწია მე ამ თემაზე ლაპარაკი, ეს მიგრაცია, ეს ხალხთა დიდი გადასახლება, რაც ახლა ხდება, თავის დროზე მე-5 საუკუნეში ხდებოდა ესა, რომელმაც შეცვალა მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი ევროპის, ეს არის რაც პირდაპირ დასავლური სამყაროს ერებს ურტყავს. ამიტომ სწორედ ეს ამაზე ყურადღების გამახვილება, რომ ის აღკვეთავს ამ პროცესს, ანუ მას სურს თვითონ იდენტურობა ამერიკელი ერის გადაარჩინოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ ამახვილებს ის მიგრაციას. მეორე, ის მან ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა და მთელი მსოფლიოს გამახვილა რაზე, რომ კორუმპირებულ სისტემას დავამარცხებ. იმ კორუმპირებულ სისტემას, რომელმაც პრაქტიკულად ამერიკელ ხალხს ძალაუფლება წაართვა, ანუ დემოკრატია, ესე რომ ვთქვათ, დაასამარა დროებით და უნარო გახადა აბსოლუტურად მთავრობა, ბაიდენის მთავრობაზე კონდა საუბარი, რომ ნებისმიერი კრიზისი გადაეწყვიტა. ეს კორუმპირებული სისტემა, ხა ჩვენ რასაც ვეძახით deep state, ხო? აი ეს სწორედ ეს იგულისხმა, ეს შეიძლება მაგარი ულრიხ ბეკი ხმარობს ტერმინს ტრანსნაციონალური მართლობის ქსელი. ანუ თქვენი აზრით, აი მართველი გუნდიც ხშირად საუბრობს, ბოლო წლებში საუბრობენ 2022 წლის შემდეგ გლობალური ომის პარტიის ინტერესებზე, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე. შემდეგ ბოლო თვეებში რიტორიკაში გაჩნდა ეგრეთ წოდებული deep state, ანუ ამ განცხადებებს თქვენი აზრით საფუძვლები აქვს, იმიტომ რომ ბატონო ირაკლი ოპონენტები ამ თემას განიხილავენ არასერიოზულად და ეს არის არასერიოზულად, ახლა ვერ გავიგე თვითონ ლაპარაკობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია და deep state-ზე ლაპარაკობს მთელი რიგი ანალიტიკოსები და მე გეუბნებით იმ ტერმინებზე და ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუაგულში ლაპარაკობდნენ ტრანსნაციონალური მართლობის ქსელზე უსერიოზულესი, აგერ მე გახსენ ულრიხ ბეკი, რომელიც სხვათა შორის თვითონ საბოლოო ჯამში ამის აპოლოგეტი გამოდის და მაშინ ეს ჯერ კიდევ ბოლომდე რეალიზებული არ იყო. ანუ ეს არის სავსებით რეალური სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა და აი პირდაპირ ეს deep state არის ტრანსნაციონალური მართლობის ძალიან მრავალმხრივი ქსელი, თავისი ულტრალიბერალური და გლობალისტური, ესე რომ ვთქვათ, იდეოლოგია, ამას მე კი არ ვარ. მე მომყავს პირდაპირ ფრაზები, ვინც ამის ფორმულირებას აქვს. ეხლა გლობალური ომის პარტია ეს ეხლა მე ამ ტერმინს თვითონ არ ხმარობ, ვინაიდან ესე რომ ვთქვათ, ეს
ამ შემთხვევაში დამკვიდრებული არ იყო აი ამ ესე ვთქვათ ანალიტიკოსებში, ცალკეულ ფილოსოფოსებში თუ ასე შემდგომ და ამას სჭირდება ალბათ დაზუსტება. ეხლა იგივე როცა გლობალური ომის პარტიაზე ვლაპარაკობთ, ამ გლობალური ომის პარტია თუ კი არსებობს ესეთი რაღაცა პირველ რიგში ალბათ ისევ ამ გლობალური ომის პარტიის ავანგარდში ისევ და ისევ კრემლი უნდა იგულისხმო, ხო? თუ კი სამართლიანობიდან ამოდიხარ და სამართლიანობის პრინციპიდან არა. ანუ ეს ცოტა ჩემთვის ბოლომდე დაზუსტე. მე არ პრეტენზიას არ ვაცხადებ იმაზე, რომ ეს არასწორია, სწორია, უბრალოდ მე მჭირდება ამის განმარტება, რომ აი რას იგულისხმება ამაში, რომ deep state ეს რა არის, განმარტებული აბსოლუტურად და იგივე ტრანსნაციონალური მართლობის ეს ქსელი, ეს არის აბსოლუტურად განმარტებული, რომელსაც დღეს რითაც ოპერირებენ პოლიტიკოსები, ტრამპი იქნება ეს, ვენსი იქნება ესა, ორბანი იქნება, თუ არ ვიცი, ნებით თუ ნეთანიახუ იქნება, ეს არის ჩვეულებრივად დამკვიდრებული ცნება. და აი ტრამპმა სწორედ გაამახვილა ყურადღება ამაზე, რომ მე ამ კორუმპირებულ სისტემას, რომელიც პრაქტიკულად უნარო გახადა მთელი ამერიკული მთავრობის, ესე რომ ვთქვათ, ფუნქციონირება, მე ამას დავამარცხებო. და კიდევ ერთი ჩვენთვის ბევრი საყურადღებო, რა თქმა უნდა, აქ მომენტებია, როდესაც ის აცხადებს, ხა ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრისთვის შეიძლება სიმბოლური ხასიათის ის იყოს, რომ დავაკავნებ, რომ ორი სქესი, ხო? ქალი და მამაკაცი. ეს რატო? ეს არის უნიშნელოვანესი დღეს იდეოლოგიური მომენტი. იმიტომ რომ ის რასაც ქვია სწორედ გლობალისტური ულტრალიბერალური იდეოლოგია, რომელიც ჯერჯერობით აქამდე იყო გაბატონებული მდგომარეობაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ დანარჩენ ევროპაში ის ის ამ ესე რომ ვთქვათ აი ამ ალფა და ომეგას აი ამ მსოფლმხედველობის აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ არ არის ესე რომ ვთქვათ ორი სქესი, არამედ უნდა ვილაპარაკოთ კიდევ ესე რომ ვთქვათ სხვა სქესებზე, სხვა გენდერებზე. ანუ ეს თავის-თავში რას გულისხმობს? აქ მარტო ეს კი არ არის ესე რომ ვთქვათ უშუალოდ ორ სქესზე ლაპარაკი, რომ აქ ყურადღება გაამახვილა უკვე ტრამპმა, რაზე რომ მისთვის უნიშნელოვანესი არის, რომ რასაც ქვია ბრძოლა სწორედ ამ LGBT აგრესიულ, ესე რომ ვთქვათ, იდეოლოგიასთან. LGBT აგრესიულ იდეოლოგიასთან, რომელიც მუშაობს ყველგან მთელ დასავლურ სამყაროში, LGBT აგრესიულ დისკურსთან, დისკურსია ეს ტერმინი შეგვიძლია ვიხმაროთ და ამ დღეს იცით ხა უკვე შემდგომი მისი მარკო რუბიოს განკარგულება პირდაპირ სახელმწიფო მდივნის, რომელიც მიცა მან თავის საელჩოებს ყველგან, რომ რასაც ქვია LGBT დროშები აუცილებლად უნდა ყველა ვალდებული ჩამოუშვას, უნდა იყოს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, უფრო მეტიც თუ ეს დროშა იქნება სხვა ვთქვათ LGBT დროშა, ასეთ შემთხვევაში უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით. ხედავთ რა დონეზე მიდის უკვე იქ, რომ გაცნობიერებულია, რომ ეს იდეოლოგია არის თავის-თავში იდეოლოგიაზე აქ ლაპარაკი, იმაზე კი არა, კაცო, ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს, ეს ოდიდან, ანტიკურობის პერიოდიდან ეს არსებობს ესეთი რამე და არავის ცხოვრებაში არ ერევა რა სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს. ამაზე ლაპარაკი არ არის, ეს მის ყველასა კომუნისტების დროსაც ყველა მიცოდა ვინ იყო, მათ შორის საპატიო ხალხი, არავის არ ერწყმებოდა, მათ შორის ხელის ჩამორთმევა და სუფრაზე დაჯდომაც კი აქ ლაპარაკია, როდესაც ეს ხდება იდეოლოგიის თემა, ეს უკვე არის თავის-თავში, რა თქმა უნდა, თანაც აგრესიული, ექსპანსიური იდეოლოგია. აი ესეც მას აქვს ძალიან ესე ვთქვათ, რაც მან დააფიქსირა და კიდევ აი რამდენიმე მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც საიდანაც აშკარად ჩასვა, ეს არის ამბიციის მქონე, აი ეს გამოსვლა, ეს პროექტი თვითონ დიდი ამბიციის მქონეა, რომ უნდა დაიწყოს ეს რადიკალური 180 გრადუსით შემოტრიალება პოლიტიკის და მსოფლმხედველობის, რომ ის ამახვილებს ყურადღებას რაზე? გამანთავისუფლოთ გამოხატვის თავისუფლება
ყოველგვარი ცენზურისაგან. ეს პირდაპირ ეს სახე აქამდე იყო ძალიან, ასე ვთქვათ, მაღალი წნეხის მქონე ცენზურა თვითონ ამერიკული მთავრობის მხრიდან. და აი მთავრობის მხრიდან გამოხატვის თავისუფლება, აზრის გამოხატვა უნდა განთავისუფლდეს ყველანაირი ცენზურა. ჩვენ ცენზურა, მე მაგალითად ახლა თქვენ ახალგაზრდა გოგო ხართ და ეს ნაკლებად რეაგირებთ ამაზე. გასაუბროთ, იცით რომ ცენზურა ცუდია, მაგრამ ჩვენ ვინცაც მოგვიწია კომუნისტური სისტემის პირობებში ცხოვრება და მე ბრძოლა იმ სისტემასთან ტოტალიტარულ საბჭოთა ტოტალიტარული საბჭოთა სისტემა აგებული იყო ცენზურაზე და ამ სიტყვის გაგორებას კინოცენზურის ქვეშ იყო, თეატრი ცენზურის ქვეშ იყო, პოეზია ცენზურის, ყველაფერი ცენზურა. აი ამ ნეო ულტრალიბერალურმა კასტამ თუ შეიძლება აი ტრანსნაციონალურმა სისტემამ ცენზურა უკვე აქცია, ასე ვთქვათ, თავის ასევე, ამიტომ ისინი გარკვეულწილად გვევლინებიან მემკვიდრეებად იმ ბოლშევიკების, ოღონდ უფრო პოსტმოდერნული ვარიანტია, ესე ვთქვათ, ნეობოლშევიზმის. ეს ცენზურა მუშაობდა ძალიან მძაფრად, ძლავრად. ეს ცუკერბერგიც აღნიშნა პირდაპირ როგორ ერეოდნენ მის საქმიანობაში, ხო? და კიდევ ერთი, აი რაც ჩვენთვის საყურადღებო მომენტებზე ვამახვილებ, რომ სოფხედელობის ცვლილება ხდება, რაზეც რომ ტრამპმა გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ჩვენთვის უმთავრესი იქნება ჩვენი სუვერენიტეტი. ჩვენ უნდა ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო და ვიხემძღვანელოთ სწორედ ჩვენი სუვერენიტეტზე დაფუძნებული ინტერესებით, არა რაღაც სხვა ინტერესებით, არამედ სწორედ სუვერენიტეტიდან გამომდინარე ინტერესებით უნდა ვიხემძღვანელოთ. დღეს უკვე რუბიომ პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ამოვდივართ ყველგან და ყველაფერში ამოვდივართ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან და საერთოდ აწი ყველა ქვეყნებმა უნდა იხემძღვანელონ თავიანთი ეროვნული ინტერესი. აი ეს და კიდევ ბევრი სხვა მომენტები, რომელიც აშკარად მეტყველებს, რომ თუმცა ეს დიდ რომ დაიწყება და უკვე დაიწყეს რადიკალური შემოტრიალება, უკვე ეს სიტყვა ამის მაუწყებელია, როგორ მოხდება ახლა ამის რეალიზაცია. რამდენად ეს დიდ წინააღმდეგობასთან იქნება თვითონ ამერიკის ესე ადვილად არ დათმობს ის თქვა ძველი სისტემა, ის ძველი რასაც deep states ეძახიან და ძველი კასტა გაბატონებული გლობალისტურ ნეოლიბერალური ესე ადვილად პოზიციებს არ დათმობენ, მათ ძალიან დიდი ქსელი აქვთ. ეს პრაქტიკულად არის ქსელი, საერთაშორისო ქსელია. ამიტომ ეს შევა ძალიან რთული ბრძოლის ფაზაში. თუმცა აქ დამაიმედებელი არის ის, რომ სუპერ სახელმწიფოში და ტრამპის სწორედ ამას ახლა ოქროს ხანა დაიწყე, ანუ კიდევ უფრო მისი ის არის პრეტენზია, რომ ამერიკა გახადოს მძლავრი ლიდერი. ლიდერი ისედაც იყო, მაგრამ აი უკვე სხვა ხარისხში აიყვანოს ამერიკის ფლაგმანობა და ლიდერობა მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ეს დიდ წინააღმდეგობასთან იქნება დაკავშირებული და აქ არის ერთი მომენტი, რომ ამერიკაში ამ პროცესის დაწყება, ამ რადიკალური შემოტრიალების, პოლიტიკის და მსოფლმხედველობის, ეს თავისთავად არის უკვე სიგნალი მთელი დასავლური სამყაროსთვის, ევროპისთვის. იმიტომ იყო ეგრევე ორბანი გამოვიდა და თქვა, რომ იწყება დიდი ცვლილებები, ეს დააჩქარებს ცვლილებებს თვითონ ევროპაში, რა თქმა უნდა, თუმცა იქ ძალიან და ევროპაში რა ტიპის ცვლილებებს პროგნოზირებთ თქვენ? ანუ როგორ აისახება ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა, თქვათ, ბრიუსელის პოლიტიკაზე? ბრიუსელის პოლიტიკაზე აქ სწორად აი რა ცვლილებებიც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ასე ვთქვათ, ჩაბარდა მთელი თავისი იდეოლოგიით. ბაიდენის ადმინისტრაცია თავიდან ბოლომდე აი ამ გლობალისტურ ულტრალიბერალური სისტემის გამომხატველი ადმინისტრაცია, რომელიც ესე ვთქვათ, იყო გამომხატველი აი ამ გლობალისტურ ულტრალიბერალური სისტემის ინტერესების და იდეოლოგიის და ეს პრაქტიკულად ამერიკაში უკვე მან თავისი პოზიციები დათმო, იგივე ანალოგიური პროცესი
სავსებით რეალურია და ლოგიკურია, რომ ეხლა დაჩქარდეს და დაიწყოს, თუმცა ეს ადვილად არ მოხდება ეს ევროკავშირის მასშტაბით, ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ეს იგულისხმება იგივე ვიქტორ ორბანმა, რომ დაიწყება ეხლა ეტაპი, როდესაც პატრიოტული სწორედ და კონსერვატიული ანუ ძალები მოვლენ სათავეში და აიღებენ ესე რომ ვთქვათ სადავეებს ევროკავშირში. აი ეს ეს პროცესი ესე მარტივად არ წარიმართება, ჩვენ არ უნდა გქონდეს ეს ილუზია, რომ ესე მარტივად ჩამოიშლება ის ძველი, ესე რომ ვთქვათ, ტრანსნაციონალური ქსელი იგივე ევროკავშირში, მაგრამ რეალურად უკვე ამერიკაში ესეთი დონის ცვლილება, ამერიკა მაინც არის ფლაგმანი, ამერიკა არის სუპერ სახელმწიფო, ესეთი ცვლილება, რა თქმა უნდა, დააჩქარებს ამ პროცესს, ხელს შეუწყობს ამ პროცესს თვითონ ევროპის. ბატონო ირაკლი, ანუ დასავლეთთან აი ურთიერთობის, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის, ვთქვათ, გამწვევებას აქვს თავისი ისტორიას, თავისი ქრონოლოგია, ხო? ეს ყველაფერი განსაკუთრებით ანუ დაიწყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ნახეთ, რომ მაშინ დასავლელი ლიდერები ღიად მიუთითებდნენ მმართველ გუნდს ანტიდასავლურ რიტორიკაზე. ამავე დროს შემდეგ იყო უკვე შარშან მაისში პროტესტის ფონზე მიღებული კანონი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რაზეც კიდევ უფრო გამწვავდა საერთაშორისო გზავნილები და იყო ფინანსური დახმარებები შეჩერებული ბრიუსელიდან, იყო ამერიკის შეერთებული შტატების საკმაოდ მკაცრი გაფრთხილებები და ბოლოს უკვე ეს ყველაფერი დასრულდა 28 ნოემბრის განცხადებით, რომელიც ცალსახად ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, ყველა დასავლური ქვეყნის ლიდერმა მიიჩნია საგარეო კურსის, ვთქვათ, ცვლილების ნიშნად და ევროატლანტიკური გზიდან გადახვევად და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებად. შეჩერდა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. შესაბამისად, სწორედ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით და ამ შემთხვევაში ოპონენტები და უფლებადამცველები ასევე საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, თუნდაც საპროტესტო აქციების დროს განვითარებულ მოვლენებზე, ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან, ძალადობაზე, ჟურნალისტების თუ მოქალაქეების მხრიდან. ეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაამძაფრა საერთაშორისო რეაქციები და გამოხმაურებაც. შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე მმართველი გუნდის ოპტიმიზმს საერთოდ არ იზიარებენ ოპონენტები და მე სწორედ აი ამ არგუმენტებით მინდა აი თქვენი ამ არგუმენტებზე მინდა მოვისმინოთ თქვენი შეფასებები, რომ ყველა ეს პრეტენზია როგორ ახლა გვერდზე გადაიდება და თვისებრივად მოხდება ურთიერთობის გადატვირთვა და გაჯანსაღება. ჩვენ იმ ილუზიის შორს უნდა ვიყოთ უცებ დიდი რაღაცზე აღმოწყინდება ჩვენთვის, მაგრამ სერიოზული ცვლილებები მე ღრმათ ვარ დარწმუნებული დაიწყება. მე უბრალოდ ლოგიკურად შევეცდები ავხსნა თუ რატომ და ეს იქნება გარდაუვალი ძალიან სერიოზული ცვლილებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში დაიწყება, უпростоრედ ამის პერსპექტივა გამოჩნდება და ამის შესაძლებლობა გაიხსნება. რატო? იმიტომ რომ ეს არც თუ შორეული მომავლის საქმეა. თუ ყველა ეს თემა ზუსტად რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს ყველაფერი არის ტრამპის მარდა ტრამპის გუნდის, ძალიან სერიოზული გუნდი ყავს თვითონ ტრამპს, არაორდინარული გუნდი, სოფხედელობრივად შეკრული გუნდი, მაგრამ არაორდინარული, არასისტემის ხალხია ესენი, ისე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ყველა ეს საკითხები მათთვის აბსოლუტურად ისევე უცხოა, როგორც ჩვენთვის. აი მე პირდაპირ გეტყვით, ხო? რასაც ითხოვდნენ საქართველოსკენ, რომ პრაქტიკულად თუ კონფლიქტში ჩაბმა არ ქვია ამას, რუსეთ-უკრაინის დროს რუსეთთან კონფლიქტში შეიძლება პირდაპირ ესე ჩაბმაზე არ, მაგრამ პრაქტიკულად იყო ბიძგი იქითკენ, რომ წავსულიყავით კონფლიქტისაკენ, ხო? და საქართველოს ხელისუფლებამ მე ახლა აპოლოგეტიკი არა, ხო, ითხოვდნენ მოხალისეების, იყო პირდაპირ მოხალისეების გაგზავნაც იყო, მოხალისეები ისედაც უამრავი მიდის, მაგრამ აქ ლაპარაკი ორგანიზებულად გაეკეთებინა ეს სახელმწიფოს, იყო სანქციების და ანუ რომელიც ძალაუნებურად წაიყვანდა ანტაგონიზმისკენ, ხო, რუსეთთან ომის პირობა, ისედაც ანტაგონიზმი გვაქვს, ჩვენ ოკუპანტია რუსეთი, წართმეულია მთელი ჩვენი ტერიტორია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი რიგი ეს ნაბიჯები უკვე გარკვეულ სახიფათო ზღვართან მიგვიყვარდა, რომელიც რით დამთავრდებოდა კაცმა არ იცის, მაგრამ დღეს სწორედ აი ზუსტ თავისივე აი ამ გამოსვლაში დონალდ ტრამპმა გაუსვარა, რომ მე მინდა ვიყო რა, მშვიდობის მყოფელი
და unifier ანუ გამაერთიანებელი ამ დესტაბილიზირებულ გახლეჩილ მსოფლიოში ომებით რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მე ვიყოთ სწორედ მშვიდობის მყოფელები და გამაერთიანებელი. ამიტომ ის რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ბევრს მოწონს, ბევრს არ მოწონს, ზოგს სულ არ მოწონს, მაგას მნიშვნელობა რომ ლაპარაკობთ ჩვენი კურსი არის მშვიდობისკენ, არ გვინდა ჩვენ რაღაც ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რამაც შეიძლება მშვიდობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ამერიკის დღევანდელი ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად არ არის მიუღებელი. რო იცოდეთ. თვითონ ამერიკის დღეს ტრამპი მამიცა 100 დღიანი ვადა თავის წარმომადგენლ რომ 100 დღეში ეხლა გადაწიათ თუ მაშინ ადრე ხარ მიხვდა რომ ეხლა თათ ეს რომ 100 დღეში უნდა ომი დავამთავროთ იქ. სხვათა შორის ნუ გონია თუ აგერ სანამ უკვე ინაუგურაციამდე უკვე პრაქტიკულად პირველი წარმატება დადო. ახლო აღმოსავლეთში რომელიც იყო ძალიან სახიფათო კონფლიქტი ომი შეწყდა. კრემლი იძულებული იქნება ყველა ვარიანტში ანგარიშს გაუწევს მას, როდესაც უკვე ტრამპი დაიწყებს აქტიურ მოქმედებას, ჩასვლას, ყველა ვარიანტში. სხვა შორის ტრამპი ასევე რა პოლიტიკაც ჰქონდა ჩრდილოეთ კორეასთან ადრე რომ ჩავიდა და ის სხვა შორის უსმენდა მას და უკვე მზად იყო განიარა გარკვეული ნაბიჯები განიარა კიმ ჩენ ინზე მაგ იგივეს გააგრძელებს. ანუ შეეცდება ყველგან ესე იგი ეს თავისი მშვიდობის მყოფელის მისია შეასრულოს. ამიტომ ეს მისთვის რომ საქართველოს რატო არ ჩაება კონფლიქტში და რატო ისეთი ნაბიჯები რატო არ გადადგა, რითაც შეიძლება ჩვენ პრინციპში კონფლიქტ ჩაბულ, ეს ამ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ამერიკის აბსოლუტურად არ არის მიუღებელი. ეს მოიხს. მაგრამ მიმდინარე პროცესი რაც ახლა არის ქვეყანაში. არა, აი ნახეთ, ეხლა ეს პირველი. ძალიან რის გამოც დაიწყო საერთოდ ჩვენ მერე კიდათ შევეხოთ ონტოგენეს ეგრეთ წოდებულს, საიდან დაიწყო ეგრეთ წოდებული ეს განხეთქილება დღეს ჩვენ საზოგადოებაში. პირველი დაიწყო აი 22 წლიდან 2000, როდესაც აი სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა გარკვეულ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელსაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა რაღაც სახიფათო ზღვარამდე მieყვანა კონფლიქტთან მიახლოებულ ზღვარამდე მieყვანა. ეს დღევანდელი ამერიკის ხელისუფლებისთვის, ტრამპის ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად არაპრობლემური რაღაცა, რომ ამის გამო შენთან შემოვიდეს და ისევ მოგთხოვოს, მიდი სანქციები დაუწესე, მიდი ესე იგი შენ მოხალე პირიქით ის ცდილობს 100 დღეში როგორმე იქ ომი დაამთავროს. მეორე გამჭვირვალობის კანონი. აი რაზე მოდი პირველ ლოგიკურად გამჭვირვალობის კანონი. რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს სხვა თემა, შეიძლება მე ვფიქრობდი მაშინ რომ ასაჭირო იყო ამ კანონის შემოტანა. ეს შეიძლება მაშინ ჩემი აზრით რომ ამ ესეთი გართულება ღირდა ამათ, თორემ მე ეხლა ვთქვათ გამჭვირვალობის თუ რაღაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დიდ ბედზე კი არ ვღელავ. კარი თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები რომელიც შეზღუდული ადამიანების ბედზე ზრუნავენ და ბევრი კარგ საქმეს აკეთებენ, ამაზე მე არა მაქვს ლაპარაკი. რომელიც ეხება აქ პოლიტიზირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მაგალითად. აი გამჭვირვალობის კანონი, ხო? ასეც ატყდა მთელი ამბავი და პლუს ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი. თქვენ რა გონიათ? ტრამპის დღევანდელი ადმინისტრაცია, რომელიც თვითონვე ეხლა 90 დღით ყველანაირის დაფინანსებები გააჩერა გარე და თulis რომ ესეთი ყველა ორგანიზაციები მსოფლიოში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიზირებული. ეს არის მათი პოზიცია, რომ ეს ყველა საბოლოო ჯამში აი იმ deep state-ის განშტოებას და საცეცებს წარმოადგენენ, რომელსაც თვითონ ეხლა ომი გამოუცხადა. თქვენ გონიათ ეხლა ამისთვის საქართველოსთან გააგრძელებენ ურთიერთობის დაძაბვას? ეს იქნება ისევ მათთვის საფუძველი? ეს თემაც მოხსნილი. ოჯახური ღირებულება რა არის? რაც ტრამპმა თქვა რომ ორი სქესი იქნება,
დროშები დაუშვით დაბლა, ტრანსგენდერული სიგიჟეს მანამდე თქვა, მე დავამთავრებ ტრანსგენდერულ სიგიჟეს, ეს არის ზუსტად ეს კანონი ჩვენი. თქვენ გონეთ ამისთვის, ესე იგი ის ჩვენ მოგვედავება რაღაცა პირიქით, და შეიძლება რომ გაიგოს, რომ ესეთ სიტუაცია აქვს, ტაში დაგვიკრას ჩვენ. და აი მთელი რიგი თემები არის, რა თქმა უნდა, კიდევ მე მინდა გითხრათ, რომ მე ხლა არ მინდა განვავრცო რაღაცეები, მაგრამ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარები ამერიკის შეერთებულ შტატებს მაინც ესე რომ ვთქვათ, კი, ყველგან ტრამპს ეკნება ეს, რომ ხელი შეუწყოს შვიდობის დამყარებას, თუმცა არის პრობლემური, უკიდურესად პრობლემური თემები მისთვის, რომელიც აი ჩვენი გეოპოლიტიკური რეგიონიდან შორს არ არის, ესე რომ ვთქვათ, მე ხლა ირიბად ვლაპარაკობ და დარწმუნებული ვარ საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვა და შეიძლება ისეთი გადატვირთვაც კი, რომელიც აქამდე არ ყოფილა, პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების ამ სუპერსახელმწიფოს ინტერესებში შემოვიდა. და რა, აი მტკივნეული თემები და რთული თემები ახსენეთ, რა თემებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ხო, ნუ ეხა ეს ცოტა ესეთი ფაქიზი თემებია. ნუ მაინც რა თქმა უნდა, ამერიკის დღევანდელი ხელისუფლებისთვის ყველაზე პრობლემატური თემა არის ირანი. ეს ვიცოდეთ და მით უმეტეს არის info თქვათ ისინი მე არ ვიცი ხე რამდენად ეს მასიმართლია, რომ რაც აღელვებს ისრაელსაც და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ეს არის, რომ შესაძლებლობა იმის, რომ მიდის დაჩქარებული მუშაობა იქ ბირთვული იარაღის შექმნისთვის. ამიტომ თავი გავანებოთ ირანს, თვითონ ეს რეგიონი გამიგეთ მახლობელი აღმოსავლეთის და აი რაც საქართველოს სამხრეთიდან არტყავს და თვითონ ეს რეგიონი ჩვენ არის რა თქმა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნუ გონით ინტერესის სფეროში რჩება ზაფრი ინტერესის სფეროში ამიტომ ტრამპის ადმინისტრაცია გამჭვირვალობის კანონისთვის ოჯახური ღირებულებების კანონისთვის და იმისთვის რომ საქართველოს მოარი არ თქვა მშვიდობაზე ნამდვილად ამისთვის საქართველოს ხელს არ აკრავს პირიქით თუ ოღონდ აქედან ამას მუშაობა დაჭირდება ესე არ არის ჩვენ ხელი არ გავანწმოთ მე მინდა გითხრათ რომ სამწუხაროდ წლების განმავლობაში მე ახლა კეთილის სურველი ვარ იცი დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ბევრი მიმართულებით ამ ხელისუფლების ესე ვთქვათ, ეფექტური მუშაობა გამოჩნდა პირველ რიგში მინდა მაინც ხაზი გაუსვა, რასაც ქვია უშიშროების მიმართულებით, რასაც ქვია იგივე საპოლიციო ძალების ფუნქციონირების მიმართულებით, ასევე საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებით, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, მაგრამ ხა პირდაპირ მაინც ცოტა კრიტიკულები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ პირველივე დღეებიდან მომდინარე 2012 წლიდან, როდესაც მაშინ მეგონი ქალბატონი ფანჯიკიძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ხო ესეა. აი ეს ვექტორი ჩვენი მუშაობის საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ნუ მაინც ძალიან ძიმე მდგომარეობაში. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვა ის მძიმე საერთაშორისო ჩავარდნილი არ მინდა ვიხმარო ეს ტერმინი, რომ ესეთი პესიმისტური ის არ შეგვექმნას, მაგრამ აშკარად მოიკოჭლებს ეს ვექტორი. ანუ ეს მძიმე საერთაშორისო გამოხმაურების განეიტრალება თქვენი აზრით შეიძლებოდა მეტი მუშაობა. ეხლა მე იმედი მაქვს ეს ქალბატონი დღეს ვინც მე არ ვიცნობ ბოჭორიშვილი ხო? მაკა სერიოზული ქალის, გონიერი ქალის, ენერგიული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც მეთოდურად აზროვნებს და შემდგომ და რა თქმა უნდა ეს ვექტორი არის გასააქტიურებელი. და რატომ ვერ მოხდა ვერ ირბენს ყველგან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე ხო იმიტომ არსებობს ეს ინსტიტუციები ეს სამინისტროები რომ ყველას აქვს თავისი ფუნქცია როდესაც ესეთი მძიმე ვითარება ესეთი და იზოლაცია ფაქტიურად ალყა დაგვარტყეს და ბლოკირება და იზოლაცია წავიდა ჩვენი ქვეყნის ამას სჭირდება გაქაფული მუშაობა 24 საათი აი ამ მიმართულებას სჭირდება სწორედ
დანარჩენგან ბევრგან ჩვენ სერიოზული ეფექტია. ეს ფაქტია, ამას ვერავინ ვერ საპოლიციო ახსენეთ და ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია სწორედ ამ დემონსტრანტების, ქუჩაში მდგომი ადამიანების, მოქალაქეების, მხოლოდ ოპოზიციას არ გულისხმობ უფლებადამცველების არის სწორედ საპოლიციო უწყების მიმართ და სამართალდამცავების მოქმედებები იქ იგულისხმება მაგალითად ის ფაქტები, როდესაც იყო ძალადობის შემთხვევები მედიის წარმომადგენლებზე, მოქალაქეებზე და დღემდე ეს ფაქტები არის გამოუცემელი, მედიის წარმომადგენლებზე იყო კერძო ჯგუფების მხრიდან, რომელიც არის არაიდენტიფიცირებული. იყო სამართალდამცავების მხრიდან და სპეციალურ ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა, ესეთი გადაცდომები რო არის უკვე ძალიან და ეს რა თქმა უნდა ამას ადგილი არ უნდა კონდეს, ამას გამართლება რა თქმა უნდა არ აქვს. მაგრამ თქვენ ერთ ქვეყანას მაინც დამისახელებთ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, საფრანგეთი, ბელგია, ამერიკა, სადაც გადაცდომებს ადგილი არ აქვს პოლიციის მხრიდან. თან იმდენ გადაცდომებს აქვს და წარმოიდგინეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილი რო ქონოდა შტურმს, კაპიტოლიუმის, ფანჯრების ჩამსხვრევას, პრევას, მსხვრევას, მოლოტოვის კოქტეილების და ქვების სროლას, რა რეაქცია მოყვებოდა იქიდან. მე ზუსტად ამას ვამბობ, რომ აშკარად ჩანს, რომ მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა კი არა, უკვე ნამუშევარია, რომ ჩვენი პოლიცია მაქსიმალურად აი ამ ურთულეს ვითარება ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში პოლიციას მეტი პასუხისგებლობა მოეთხოვება, რომ რაც შეიძლება თავშეკავებულად იმოქმედონ. ანუ შედეგი არ არის ძიების აფრთხე, ამას მიიჩნევს თუ არა? კი ბატონო, უნდა იყოს. ამაში ორი აზრი არ არის. ჩვენ ყველა ვიტყობთ, რომ ძიებ, თორე ესეთი თავშეკავებული მოქმედება არც ერთი ხელისუფლების დროს რაც აქამდე ყოფილა საქართველოში. წინა ხელისუფლების დროს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს 26 მაისს, ან ნოემბრის აქციების დროს მე ციხეში ვიყავი. და იქიდან ვიცოდი რა ხდებოდა. 26 მაისის დროს არათუ ქვა, არათუ მოლოტოვის კოკა, არათუ პიროტექნიკა. ესე იგი, ერთი კოკა-კოლას პლასტმასის ბოთლი არავის არ უსვრია და რამდენი გვამი დაიდო იქ და რა მოხდა ყველა. წარმოგიდგენიათ, იქ რო მოლოტოვის კოქტეილი ესრულა ვინმეს, პიროტექნიკა, ქვარო ესრულა, პირდაპირ იარაღით დაგხოცავდნენ პირდაპირ. ამიტომ მე იმას კი რომ გადაცდომა პოლიციის, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში გამართლება არ აქვს, მაგრამ შევადაროთ ჩვენ მაშინდელ რომ ამ ხრივ რამხელა პროგრესს აქვს მაინც ადგილი. ძალიან ძნელია რომ რა თქმა უნდა აი ესეთ ურთულეს ვითარებაში გამოიჩინო მაქსიმალური თავშეკავება, მაგრამ ვალდებული არის პოლიცია რომ გამოიჩინო დაკავებულების ზედარტყმა, ფიზიკური ძალადობა, შეურაცხყოფა წაქცეულ ადამიანებზე და აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზიაც, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს. სამართლებრივი რეაგირება რატომ არ მოხდა ამ ამას არანაირი გამართლება. აი ბატონო ირაკი, აი ზუსტად ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ისე რომ მიუბრუნდეთ, აი ჩვენ ქვეყანაში არსებობს ძიმე პოლიტიკური მდგომარეობა, იმიტომ რომ ორი თითქმის ორი თვე გახდება უკვე 28 იანვარს, რაც მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, პროტესტი იღებს სხვადასხვა ფორმას, ნახეთ ჩვენ გაფიცვების სხვადასხვა მსვლელობა, პროფესიული ჯგუფების მხრიდან, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს მხრიდან. ამ კრიზისის დაძლევა როგორ გესახებათ და აი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ანუ ეს პოლიტიკური კრიზისი და იგივე მოცემულობა ხომ რჩება ქვეყანაში და ის შესაბამისად როგორ გესახებათ აი ამ ძიმე პირველ რიგში მე მინდა ხაზი, რა თქმა უნდა, ეს განხეთქილება, აი რასაც ლაპა პოლარიზაცია რაც საზოგადოებაში, ეს ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან მტკივნეული რამ, ძალიან და არ შეიძლება ამას ესე რომ ვთქვათ, გულგრილად შეხედო, ან აინრუსში არ ჩააგდო, ამას ძალიან დიდი ყურადღება საჭიროებს. მაგრამ მე მინდა რომ ადეკვატურად შევხედოთ მოვლენას თვითონ. დიდწილად ეს არის ვირტუალიზირებული, ესე რომ ვთქვათ. საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების მიერ. ერთ ინტერვიუს ვუსმენდი 2 დღის წინ თქვენსაც და იქ ახსენეთ ვირტუალური საინფორმაციო სამყაროს. საინფორმაციო ტექნოლოგიების მიერ მე ვგულისხმობ სოციალურ ქსელებს, Facebook-ი იქნება, Instagram-ი იქნება, ტელევიზიებს, მათ მიერ ვირტუალიზირებული პროცესია, როდესაც
რომელიც არის ფაქტიურად რეალობასთან ბევრი რამე საერთო არ აქვს. შეხედე ჩართავ თქვა ტელევიზიას, თქვა ტვპ. მე ცუდი აზრით კი არ ცუდად კი არ ვახსენებ. პატივისცემით ვარ ჟურნალისტების ჩართავ ტვ პირველს გონია რაღაც დიდი ხდება დიდი მღელვარება აჟიოტაჟი გადიხარ ქუჩაში ანუ რეალობაში გადიხარ არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება არაფერი რაღაც მასობრივ საერთო სახალხო მღელვარება არის გარკვეული აი ჩართავ შედიხარ Facebook-ზე მე მინდა ამას ყველაფერს ეს ჩვენთან კი არის ეს არის სოფლიო პრობლემა 21 საუკუნის შედიხარ Facebook-ზე და გონია რომ დაინგრა ქვეყანა ისეთი სიძულვილის ერი და გონია რომ განხლეჩილია მთელი ერი და მთელი ბერი და მთელი ქვეყანა გადიხარ რეალობაში არაფერ მსგავს ადგილი არ რეალობაში არის ის რომ გარკვეული ჯგუფები საზოგადოების მრავალრიცხოვანი, მაგრამ ჯგუფები ეს არ არის. ასე ვთქვათ, ნახევარი ერი, ეს არ არის პოლარიზაცია და განხლეჩილობა ხალხში და ერში, მაგრამ მრავალრიცხოვანი, თუმცა ეს არის მაინც ჯგუფები, ისინი ძაფრად, ასე ვთქვათ, დაპირისპირებული არიან დღევანდელ ხელისუფლებას, პლუს მათი დისკურსი, მათი ენა არის უკვე ასე ვთქვათ, ეს ენა არის, ანუ ძალიან ძაფრი, ასე ვთქვათ, სიძულვილის გამომხატველი, რაც არის თავისთავად საგანგაშო, ეს დაპირისპირება მიიღო, აი თვითონ ამ დისკურსმა დაპირისპირების მიიღო საგანგაშო ხასიათი ამ თვალსაზრისით, მაგრამ მე რისი თქმა მინდა, რომ ჯერერთი ისევ და ისე დავაკვირდეთ რა რეალობაში, აი გავიდეთ დღეს ჩვენ თბილისში რეალობაში ნახავთ რომ კი იქ არის რომ ერთი ადამიანიც რომ გამოდიოდეს და 10-იც ჩვენ იმისაც პატივი უნდა ვცეთ და უნდა მოვისმენთ. აქ იმაზე კი არა ლაპარაკი რომ რა მოხდა ვიღაც 10 კაცი მაგრამ ლაპარაკი იმაზე რომ ხალხი აფერი ხალხი არ გავა. სწორედ ხალხის მხარდაჭერა ამ პროცესს არ აქვს. აი ეს არ არის რაღაც განხეთქილება ხალხში. გავიდეთ, აი გარეთ რეალობაში აფერი განხეთქილება ხალხში არ არის. მაგრამ ეს არის გარკვეულ თენებში მასშტაბურ სახეს იღებს აქციები. რომელ მასშტაბურ? ზოგჯერ არის, პირდაპირ თქვათ რა. ზოგჯერ შეიძლება იყოს 100 კაცი დადის, ზოგჯერ 200, 300, 1000, ზოგჯერ შეიძლება 5000, ზოგჯერ შეიძლება 10000-იც. აი რეალობა არის ეს როცა ლაპარაკია პოლარიზაციას. ხოლო ის აქცია ადრე რომელიც იყო გაზაფხულზე. ის პოლარიზაციის ის კი არ იყო, იქ იყო მოვიდა ხალხი, ყველა საკმაო რაოდენობის დაახლოებით 40000 კაცი, რომელიც შეიძლება იქ იმათვის ხელისუფლებასთან დაპირისპირება კი არ იყო მაშინ, ესე რომ ვთქვათ, ორიენტირი. არამედ მოვიდა ყველა, ვინც თქვა რომ ჩვენ გვინდა ევროპაში ყოფნა. შინ ევროპისაგან. აი ამ ლოზუნგზე მოვიდა. ამ ლოზუნგზე ძალიან ბევრი მოვა. მაგრამ დღეს ლაპარაკი გვაქვს სხვა თემაზე. ეს არის ლოზუნგი კი ბატონო, არა, აქ უკვე ლაპარაკი არის ახალი არჩევნები, ანუ ხელისუფლებისგან, რომ ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ. ეს უკვე სხვა თემებია აქ წამოსული, გამიგეთ? თორე ევროპა ძალიან ბევრი ადამიანია დღესაც, ვისაც ევროპაში ყოფნა უნდა და თქვათ, კითხვები აქვს ხელისუფლებასთან, კი, მაგრამ ესე რატო თქვის, რატო გააკეთე ხო არ შეცდომებს ეს სხვა თემა არა, პოლარიზაცია, რასაც ქვია, რომლის თავარი თემა არის, რომ ძირს ხოცები და ახლა ეს სიტყვები არ მინდა და უნდა ეს ხელისუფლება გავისტუმროთ, აი უკვე სხვა ახალი არჩევნები და ასე შემდგომ ეს არის უკვე სხვა თემა, ეს არის სხვა რომელიც აქ უკვე ამას არ აქვს საერთო სახალხო რაღაც ხალხში განხეთქილების ხასიათი. მე მინდა ეს თქვენ კარგად იცით ყველა. არ აქვს ამას ხალხში განხეთქილების. აი ბატონო ირაკლი, ნახეთ ისინი თუმცა იმ ხალხის ადამიანების მე მინდა განსხვავება. აი სტუდენტობა, ხო? მე თვითონ ლექტორი ვარ და სტუდენტების ნაწილიც უერთდება. ნაწილია. კი, მე ლექტორი ვარ და ლექციებს ყოველდღე შეხება ასე რომ ვთქვათ, მე ჩემი წამინდოდა ხოლმე ვაჩვენო ჩემ სტუდენტებს საფრთხილე პატივისცემა და სიყვარული აქვს ჩემ მრავალრიცხოვანი, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აუდიტორია. მათ შორის არიან სტუდენტები,
რომელსაც ძალიან მიყვარს ამბავ, რომლებიც აქციებზე დადიან და აქტიურად დადიან და ყველა ჩემთვის ერთნაირად ძვირფასია. მაგრამ აქ არის გარკვეული ჯგუფები სტუდენტების, ახლა უნივერსიტეტშიც არიან, ძალიან ასე რომ ვთქვათ, ჩვენთვის ყველასათვის საყურადღებოა იგივე, როდესაც იქ უნივერსიტეტში აპროტესტებენ რაღაცას, უნდა მოусმინო, ყურადღებით იყო, არ უნდა დაუშვა მათ მიმართ არავის მხრიდან რაღაც ძალადობა და ასე შემდგომ, მაგრამ მე ისევ იგივე ახალგაზრდობაზე როცა ლაპარაკი და სტუდენტობაზე. თქვენ იცით სტუდენტობა რა რაოდენობა, სტუდენტობა დიდი რაოდენობით თუ გამოვიდეს, ამას ეს იქნება პრობლემა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ეს არის გარკვეული მრავალრიცხოვანი თუ არა გარკვეული მრავალრიცხოვანი ჯგუფები, მაგრამ ჯგუფები ახალგაზრდები. იგივე ეხება საზოგადოების სხვა, ესე რომ ვთქვათ, ფენებს და სეგმენტებს. აქტიური მრავალრიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც არიან უკიდურესად, ესე რომ ვთქვათ, პოლარიზებული და კონფრონტაციაში შესული ხელისუფლებასთან. ეს კონფრონტაციაც უკვე ატარებს არა იმას, რომ ევროპაში ატარებს პოლიტიზირებულ ხასიათს, რომ შენ უნდა წახვიდე აქედან, ეს უკვე სხვა თემაა. ამიტომ ამას არ აქვს, ესე რომ ვთქვათ, ხალხში განხეთქილების ხასიათი. ამას ესეთი ხასიათი ეძლევა სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. როცა უყურებ ამ ტელევიზიას, მეც კი მექნება ეგეთი შთაბეჭდილება, მგონია რომ რაღაცა ხდება. რაღაცა კატასტროფა ხდება. არაფერი არ ხდება, არჩევნების შედეგებს მიიჩნევენ გაყალბებულად. 28 ნოემბრის შემდეგ ეს პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდა. ეუთოდრის დასკვნას ისე თქვა დამატებით არგუმენტად იყენებენ აქციის მონაწილეები, ოპოზიცია, უფლებადამცველები, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სადაც სხვათა შორის იყო მძიმე შენიშვნებით. თუმცა იქ არაფერი ყოფილა და თქვენს კიდეც რომ მათი საქმე და კომპეტენცია არ არის ლეგიტიმაციის აღიარება არ აღიარების საკითხი და მე მგონი ეგეთი ეუთოდირის აი ყველა არჩევნებზე რო ამოიღოთ საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. მაგდენის შენიშვნა ყველგანაა. აი ამოიღეთ წინა არსებობს ეუთოდირის ისეთ დასკვნა, სადაც მათ შენიშვნაა რა. სერიოზული შენიშვნები, სხვა სერიოზული კრიტიკული ისინი. ანუ ხოდა აი მეორე მოთხოვნა არის დაკავებულების გათავისუფლება. დაკავებულების გათავისუფლება აბსოლუტურად მესმის, დიახ. დიახ. აი ფიქრობთ თუ არა, რომ იმისთვის რომ რაღაც გარკვეულწილად აი განმუხტვის პროცესი დაიწყოს, ფიქრობ სავსებით გამართლებულია კომპრომისი უნდა გადადგეს. გამართლებულია დაკავებულების განთავისუფლება. აი როგორ კონსელ ეხლა რა არის, იცით? როდესაც ანუ დასაწყის ეტაპზე თქვენ კარგად გახსოვს. აი 2012 წლიდან მოყოლებული. ადგილი ქონდა დაპირისპირებას ხელისუფლებასთან მხოლოდ პოლიტიკური ძალების. საზოგადოებაში არაფერი დაპირისპირება არ არის. კერძოდ ნაციონალური მოძრაობის, ხო? რომელიც იყო აი პირდაპირ შეპყრობილი დღემდე ვერ მოუნელებია რომ ის ხელისუფლებაში არ არის რევანშის წყურვით. ეხლა იქ თქვა ახალი პარტიები გამოჩნდნენ და ასე შემდგომ ოპოზიციაში. მე არ ვარ თვითონ მართალი გითხრათ ეხლა მე არ ვიცი ეხლა მაგრამ მიმაჩნია რომ ეხლა თლად გამართლებული ტაქტიკა და ლოგიკა არ არის რომ ყველა კოლექტიურ დაცმოძრაობაში გაერთიანო შეიძლება სულ არ მოგწონდეს ესა თუ ის პარტია თქვა ლელო იქნება თუ გახარია საქართველოს პარტია ვიღაცა სულ არ მოწონდეს არ უყვარდეს არანაირი სიმპათია არ ქონდეს მაგრამ რამდენად არის გამართლებული რომ ყველა ერთ ასე ვთქვათ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში მოაქცია და რამდენად მუშაობს ეს საზოგადოებაში ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საერთოდ მოწინააღმდეგესთან როცა გაქვს საქმე პირიქით უნდა ცდილობდე კი არ გაერთიანო რომ დაარიყვნენ ისინი გაერთიანდნენ აი ამიტომ ეს ეხლა ამ თემაზე მე არ მინდა განვავრცო მაგრამ ნუ ყველა შემთხვევაში იქ რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ ფლაგმანი დღესაც ხო ყველაზე მეტი ხმების და მომხრეების მქონე თუმცა ძალიან ბევრი არა მაგრამ სხვებთან შედარებით არის ისევ ნაცმოძრაობის თუმცა უკვე მესამე ადგილზე გადაინაცვლა ბოლო შედეგების მიხედვით ნაცმოძრაობის ორი პარტია ეს ორივე არის ხა ჩვენ კარბე გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და კოალიციას ცვლილების ორივე არის ნაციონალური მოძრაობა ეს ორჯერ ხა ამაზე ლაპარაკის ეტაპია ანუ
მაინც ესენი არიან, ესე ვთქვათ, წამყვანი ლოკომოტივი ძალები, ხო? თავიდან ეს დაპირისპირება იყო პოლიტიკურ ძალებს შორის. ხო? მაგრამ დღეს მივიღეთ დაპირისპირება უკვე საზოგადოებაში. თუმცა მივიძახი რომ ეს დიდწილად ვირტუალიზირებულია, ეს არ არის რაღაც განხეთქილება ხალხში და მაგრამ მაინც ხო არის გარკვეული პოლარიზაცია, რომელიც არ შეიძლება არ გაღელვებდეს თუ შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ და აი ამაზეც უნდა იზრუნო რომ ეს პოლარიზაცია არ იყოს და უნდა რაღაც კონსენსუსი იქნას მიღწეული. ანუ დაკავებულების გათავისუფლება მე ვფიქრობ რომ იცით რა არის პირველი დაკავებულების განთავისუფლება და ყველა აი ამ ფენასთან, ამ სეგმენტთან საზოგადოების. მაინდამაც პოლიტიკურ ძალებთან კი არა. საზოგადოების ესენი რამ ანონიმური კი არ არის. ყველაფერი ცხადია. ეს სტუდენტობა იქნება. კომუნიკაცია, დაჯდომა, მოსმენა მათი ლაპარაკი შეიძლება ძალიან რთული იყოს ეს ლაპარაკი, მაგრამ ერთი დღე შეიძლება დიდი დროც მიუძღვა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ეს სეგმენტი არასამთავრობო ორგანიზაციები, კი შეიძლება გარგეპიტნავებოდეს ესენი, მაგრამ მეტად პოლიტიზებული დიალოგი. აი ეს რომ რაღაც ბაზა კონსენსუსის შეიქმნას, მით უმეტეს, ეხლა არის ყველა წინაპირობა, რომ თუ კი ცოტა მეტად იქნება დაკავებულების განთავისუფლება. თუ კი ეხლა მეტი სამუშაო იქნება ამ მიმართულებით გაწეული, ეს შედეგს გამოიღებს, რომ ეს პოლარიზაცია გარდა იმისა, რომ დიდწილად ვირტუალიზირებულია, ეს არის ხელოვნურად ნაკვები გარედან, გარეშე ძალებიდან. ეს არის ფაქტი, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. გარედან დიდწილად ინსპირირებული გამოწვეული და ნასაზრდოები. და დღეს აი ეს გარეს რო ვლაპარაკობთ, გარეშე ძალებს. აი ამ გარეშე ძალების ეპიცენტრი იყო ვაშინგტონი. ბაიდენის მაშინდელი ადმინისტრაცია და ის მთელი სისტემა, რაც მასთან იყო დაკავშირებული და დღეს იქ მოხდა კარდინალური ცვლილება. ამიტომ ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არის გამოსაყენებელი, რომელიც ახლა მე ძალიან ვეჭვობ დღევანდელი ადმინისტრაცია დიდად დაინტერესებული იყოს იმაში, რომ აქ საერთოდ ეს თემა აინტერესებდეს, რომ აქ ესე რომ ვთქვათ, გაღვივდეს პოლარიზაცია და აგორდეს რაღაც. ხედავთ ნიშნებს, რომ მართველი გუნდი მზად არის, ვთქვათ, გარკვეულ კომპრომისებზე წასასვლელად. მათი რიტორიკიდან გითხრათ, რომ მართველი, ახლა ის რომ მართველი გუნდი თulis რომ ვთქვათ, რაც ეხება ნაციონალურ მოძრაობას და ამ პარტიას, რომ მათთან ну, რა ვიცი, საერთოდ რა აზრი უნდა კონდეს საუბარს, რანაირადაც არ უნდა ელაპარაკო, ვიმეორებ, ესენი შეპყრობილი არიან ერთადერთი რევანშის სურვილით, თან აბსოლუტურად დისკრედიტირებული საზოგადოების და მოსახლეობის დიდ ნაწილში თავისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, რაც თავის დროზე ჰქონდათ, დანარჩენი ყველასთან თვითონ საზოგადოება არის ჩვენი საზოგადოება. დაპირისპირებულია შენთან თუ არა, ეს მაინც შენი საზოგადოება, ხო? ის ახალგაზრდები, ის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, იგივე არასამთავრობოებში ვინც არიან ადამიანები გაერთიანებული და ასევე სხვა პარტიები მოგწონს თუ არ მოგწონს, ჯობია მათთან გარკვეული დიალოგი. იგივე ეს შეიძლება იყოს ძალიან ღია, ის კი არა რომ აი ვალის მოხდის მიზნით. არამედ ღია ძალიან შეიძლება კონფრონტაციული ხასიათის ფორმებიც კი შეიძინოს დაპირისპირებული ხარ, მაგრამ მიმართული იქითკენ რომ ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რომ აი მოვნახოთ, აი რა გვინდა, რამე არ შეიძლება მოვნახოთ რაღაც საერთო ნიადაგი. კონსენსუსისთვის გადასადგმელი რეალური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს სწორედ, რასაც ვამბობთ, დაკავებულების განთავისუფლება. ბატონო ირაკლი, აი თქვენ კი თქვით, რომ კი არის შეიძლება იყოს მრავალრიცხოვანი ჯგუფებიც იქ, თუმცა ამბობთ, რომ მაინც ისინი არ წარმოადგენენ საზოგადოების დიდ ნაწილს, თუმცა ასე არ ფიქრობენ თავად აქციის მონაწილეები, ისევე როგორც მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და ხშირად აი მიუთითებენ, რომ ეს არის თვითორგანიზებული მასობრივი სახალხო მოძრაობა, პარალელებს ავლებენ იგივე ეროვნულ განმათავისუფლებელ
ეროვნულ მოძრაობასთანაც. აი მე მინდა გითხოთ თქვენ როგორც ამ მოძრაობის ეროვნულ ერთ-ერთი ლიდერს. განმანათლებლობის მე ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულ განმანათლებლობის მოძრაობა. აი რა პარალელების გავლება შეგიძლიათ მაშინ 80-იანი წლების ბოლოს დაწყებულ პროცესებსა და დღევანდელ პროცესებში? არანაირი პარალელის გავლება. ეს არის კრეხელობა. მე პატივს ვცემ ყველას, ვინც მათ შორის გამოდიან დღეს გარკვეული მოთხელება არ უჭერდებ ხარს, მაგრამ კი ბატონო ნებისმიერი ადამიანის აზრი შემილია ჩემი ყურადღება მივაპყრო ნებისმიერი განსხვავებულ აზრს, მაგრამ ის რომ დღევანდელი მოძრაობა მით უმეტეს, სადაც იგივე ნაცმოძრაობის პარტიები არიან და ასე შემდგომ რაღაცა საერთო იყოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს ამას ლაპარაკი არის კრეხელობა. ჩვენ კრეხელობა. ჩვენ ვებრძოდით საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემას. რუსეთის მოდერნიზირებულ საბჭოურ იმპერიას. მეტაფორულად კი არა, როგორც ჩვენ აქ რუსებს ვებრძით რუსთავად. ჩვენ მე პირადად იქ პირდაპირ რუსულ ჯარს შევეჯახე და ჩამკოლეს, მომკლეს 9 აპრილს გვამებში, ცხედრებში და მე ესე იგი მორგში აღმოჩნდი საერთოდ და მანამდეც ჩვენ ვებრძოდით პირდაპირ ესე რომ ვთქვათ საბჭოურ სისტემას კრემლის დანაყოფები იყვნენ ყველაფერი რაც აქ იყო მეტაფორულად კი არა როგორც დღეს იზა შენ რუსეთის რეზიდენტ ეგრე ხელისუფლებას იძახის ოპოზიციაზე თქვენ რუსების საქმეს აკეთებთ ხო ესია რა იქ იყო ყველაფერი სამართლებრივად აი მე მინდა იცოდეთ საბჭო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მართველი ძალა კომუნისტური პარტია და ცენტრალური კომიტეტი სამართლებრივად იყო დანაყოფი პირდაპირ დანაყოფი იყო ერთიანი საბჭოთა კომუნისტური პარტიის და ექვემდებარებოდა სამართლებრივად პირდაპირ კრემლს. მაგალითად, უშიშროების კომიტეტი მაშინდელი, ხო? კგბ, სუკი, ხო გაგიგიათ? დამოუკიდებელი კი პირდაპირ სამართლებრივად იყო ნაწილი და დანაყოფი ერთიანი საკავშირო უშიშროების კომიტეტი. საქართველოს და ყველა სტრუქტურას ჯარი საქართველოს აყავდა. არსებობდა მხოლოდ საბჭოთა ჯარი, რომელიც კრემლიდან იმართებოდა, საზღვრები ჩვენ არ ქონდა. არსებობდა იდგნენ რუსები, ჩვენ აქ ყველგან ვებრძოდით საბჭოურ რუსულ, ესე ვთქვათ, სისტემას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენ პოლიტიკას უყურს ზუსტი ტერმინები. ფული იყო საქართველოს თავის ფული არ ქონდა. ფული იყო რუსული რუბლი, ხო ესეა? და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს აყავდა. არსებობდა საბჭოთა კავშირის რომელიც იყო მოსკოვში, ხო ესე? ანუ ჩვენ პირდაპირ სისტემას ვებრძოდით, აქ მიდის ესე რომ ვთქვათ, რაც ეხება პოლიტიკურ ძალებს, ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ხო, მაგრამ პოლიტიკური ძალები თავად დისტანცირებულები არიან, ხო, ამ პროცესიდან ყოველ შემთხვევაში არ დგანან იქ სცენაზე, არც განცხადებები არ კეთდება, არიან მხოლოდ ეს პოლიტიკური ძალები. კარგი, რაც ეხება საზოგადოებრიობის ამ მრავალრიცხოვან ჯგუფებს, რომელიც ხან გამოდიან სერიოზული რაოდენობით, ხან ზოგჯერ 200 კაცი შეიძლება ხო უყურებ, ზოგჯერ 500 შეიძლება იყოს, ზოგჯერ 1000, ზოგჯერ 100, ზოგჯერ 2000, 3000. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ვიძახი, ერთი კაციც რო იყოს. ვინაიდან აქ საქმე ეხება შენ საზოგადოებრიობას, ხელისუფლებას მართებს, ესე რომ ვთქვათ, გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს დაპირისპირება, კონფრონტაცია შემცირდეს, განელდეს, ჩაცხრეს. ამიტომ ვიძახით სწორედ თქვენს და მეც, რომ უნდა ეს სამუშაო ჩატარდეს და რაღაც საერთო ენა ახალი არჩევნების მოთხოვნა თუ უნდა იყოს განხილული. ახალი არჩევნების მოთხოვნა ეს არის სწორედ პოლიტიკური ძალების შემოგდებული, ესე რომ ვთქვათ, მოთხოვნა. ამას ვერ აცნობიერებენ თვითონ იქ მყოფი საზოგადოებრიობა, რას იძახიან ამით. ახალი არჩევნები ის რას გულისხმობენ, რომ არჩევნები მოიგო ვინ? ეხლა ლელო და გახარია საქართველოსთვის არ ვიცი როგორ იქნება ვთქვათ მათი რეიტინგი, მაგრამ ნუ დღეს არა აქვთ იმხელა, ესე რომ ვთქვათ, რეიტინგი ყველაზე მეტი ისევ ოპოზიციაში აქვს ამ ნაცმოძრაობის ორ პარტიას. ესე იგი, რაზეა ლაპარაკი, რომ არჩევნებში ესე იგი შენ თვლი რომ გაიმარჯვა ამ ოპოზიციამ, სადაც დომინანტი იქნება ისევ ნაცმოძრაობა? მე მინდა იგივე ამ პარტიების როგორც
ასე ვთქვათ, არა ოპონენტმა, არამედ აი ურჩიო, რომ კარგად გაიაზრო. რაც მოძრაობა ვარდების რევოლუციის გზით რომ მოვიდა ერთპიროვნულ სათავეში, მერე თავიდან ესე კი არის. თვითონ ნაციონალურ მოძრაობას ერქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის ლევან ბერძენიშვილი იყო იგი დამფუძნე, მე წამოვიდნენ. ყველა ჩამოიშორეს, მათ შორის ბლოკში იყვნენ შვანიას ბლოკთან, რომ და ამერიკელებს მეტი სიმპათია სხვა შორის იმ ბლოკის მიმართ ქონდა, შვანია რა დღეს ჩავარდა და რა ეს ყველა კარგად იცით და აი ბოლოს დარჩა ერთი ძალა. ეს იმ პირობებში, როდესაც ის პარტიები, ვის მაშინ ვარდების ვის გვერდითაც იყვნენ, მაშინ ნაცმოძრაობა და სააკაშვილი გაცილებით მეტი გამოცდილების მქონე ადამიან ჟვანიაც, იგივე ვინც სხვა პარტიები იმათ უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდათ პოლიტიკური, მაინც მოიშორა ისინი და თლიანად აიღეს სადავები ხელში. ამიტომ მე მინდა კარგად გაიაზრონ ამ პარტიებმა და საზოგადოებრიობამ, რომელიც ახალ არჩევნებს ითხოვს, საზოგადოების ამ ნაწილმა, რომ ეს დღევ აი თეორიულად რომ დაუშვო. თეორიულად. რომ არჩევნების გზით მოვიდეს ოპოზიცია. ეს რით დამთავრდება? ეს დამთავრდება, რა თქმა უნდა, იმით, რომ საბოლოო ჯამში შენ მოგყავს სათავეში ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობა, არა გახარებული და ბედნიერი, როგორც მაშინ სააკაშვილი ტაშის ყრაში მოვიდა ხალხის უნდა და მე რა უბედურებები დატრიალდა საქართველოში, ყველას კარგად გვაქვს და დღეს გავეშებული, გაბრაზებული, დაბოღმილი ეს ძალა ხელახლა რომ მოვიდეს რევანშის წყურვილით, მე მინდა იგივე იმ პარტიებმა, რომლებიც არ არიან ნაციონალური მოძრაობა, ეს გაიაზრონ თავისი ბედი როგორი იქნება მომავალში, ასევე საზოგადოებრიობამ უნდა გაიაზროს ეს. და ბატონო ირაკლი, ბოლოს შეკითხვას დაგისვამ და აი რა მოცემულობა არის მაშინ, როდესაც საზოგადოება, რომელიც დგას საპროტესტო აქციებზე, ასევე ემიჯნება მათი ნაწილი ყოველ შემთხვევაში და არც ერიდება ამის საჯაროდ თქმას, იქ მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, არის თუ არა დაკვეთა საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა, რაც არის იგივე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებში მკაფიოდ აქცენტირებული. ხო, იცით რა არის? სალომე ზურაბიშვილის განცხადებებში რა არის აქცენტირებული, მე არ მაინახა დიდად. სალომე ზურაბიშვილს საერთოდ ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, ალბათ მან პარტია რო შექმნას იმის მიათედი არ ექნება, რაც ვთქვათ დღევანდელ ოპოზიციურ არც იმ აქტივობების გათვალისწინებით, რომლებიც არანაირი რეიტინგი არ აქვს, აბსოლუტურად როგორ მოვიდა. ამბობენ, რომ ისინი ის სწორედ სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს მათ დღეს. ხო, ნუ ეხლა საერთაშორისო ხო, მაგრამ აქციის მონაწილეებს სწორედ რაოდენობა არ არის ბევრი. არ არის. სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი მე მგონი გირჩს აქვს და ეს არის რეალობა. არ აქვს მას არანაირი. ეს უბრალოდ პრეზიდენტის ბერკეტები რო ქონდა თავისთავად ცხადია ის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მაგრამ ეს ლეგიტიმურად მიიჩნევენ აქციაზე მდგარი ხო, აი მე ახლა მიყვეს ახლა უსმენდი ახლა მე მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება მაქვს ბატონო შალვა ნათელაშვილის მიმართ მახსოვს მე რომ დაპატიმრებული ვიყავი მაშინ მან ხმა აღიმაღლა და მაგრამ შალვა ნათელაშვილი არის ძალიან კაი იურისტი. მაგრამ ნუ ახლა პოლიტიკური იმის გამო, мотиваციის გამო ის მზად არის თავის იურიდიულ შესანიშნავ განათლებასაც, ესე რომ ვთქვათ, ხაზი გადავსვით, რომ ესეთი ცნება შედარებითი ლეგიტიმაცია ეს თვითონაც კარგად. ეგეთი რამე არ არსებობს. ბუნებაში რომ შენ თქვა რომ იცი რა სალომე ზურაბიშვილის არჩევნები მაშინ იყო გაყალბებული და ის ესე რომ ვთქვათ, გაყალბებული არჩევნების შედეგად მოვიდა და შესაბამისად არალეგიტიმური პრეზიდენტია და მაინც შედარებით ლეგიტიმურია. ეს არის ნუ სრული აბსოლუტურად თვითონაც ახლა შალვა ძალიან კარგად იცის, უბრალოდ მას ახლა ლაპარაკი ეხერხება, ნიჭიერი ადამიანია, ლაპარაკი ეხერხება, მაგრამ ეს არის იურიდიულად სრული ნონსენსი. აი იგივე ნაციონალური მოძრაობა. მე მახსოვს მე მაშინ ჩვენ ყველა დავდიოდით ქალაქ-ქალაქ რომ მეორე ტურში გაემარჯვა სალომე ზურაბიშვილს და მაშინ თელი ნაციონალური მოძრაობა იძახდა, რომ ეს არის გაყალბებული არჩევნები.
არა ეხლა უცებ გახდა მათთვის მერე გახდა ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი. მახსოვს თელავში რო ინაუგურაცია მიმდინარეობდა და ყველა იქ ვიყავით, ხო? შტურმი იყო პირდაპირ ჩაეშალათ ეს არალეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ამიტომ რა არის, იცით, ამ სიყალბეს ეხლა საზოგადოების დიდი ნაწილი, აი სიყალბეს რო ხედავს, იმიტომაც არ აქვს აი ამ საპროტესტო გამოსვლებს დიდი მხარდაჭერა. სიყალბე ყოველთვის ცუდად მოქმედებს, რა თქმა უნდა. ამიტომ ამას ვერ ექნება დიდი მხარდაჭერა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ესე რომ ვთქვათ, შენ აინუსში არ ჩააგდო და საერთოდ ყურადღება არ მიაქციო. მე როცა ვამბობ, რომ ეს არის ვირტუალიზირებული გარკვეულწილად პოლარიზაცია, 21 საუკუნე სწორედ იმით განსხვავდება სხვა ეპოქებისგან, რომ ის რაც ვირტუალიზირებულია და ბოლომდე რეალური არ არის, მე შეიძლება რეალური გახდეს. ირეალური შეიძლება გახდეს სწორედ რეალური. ამას აკეთებს სწორედ ეს ტოტალური საინფორმაციო. ამიტომ ხელისუფლებისთვის არ არის. ხელისუფლებამ რა თქმა უნდა ეს უნდა ძალიან ყოველთვის სერიოზულად მიიღოს ეს მოცემულობა და ყველა ღონე უნდა იხმაროს. ეხლა არის ძალიან ხელსაყრელი პირობები საგარეო უბრალოდ ჯერ არა, მაგრამ უკვე იქმნება და ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ჩვენ ეს პოლარიზაცია მოვხსნათ. მოვხსნათ არა იმის ხარჯზე, რომ ვიღაცა მოატყუო, არამედ საჭიროა დიალოგი, საჭიროა რაღაც კონსენსუსისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმა და ასე. საგარეო დონეზე გააქტიურება, ანუ რაც ახსენეთ ასე. საგარეო დონეზე სერიოზულად. თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან საჭიროა რომ უკვე იყოს კომუნიკაცია დაწყებული. 24 საათი, მით უმეტეს შენ გყავს მთავარი მოკავშირე, მთავარი თანამოაზრე დონალდ ტრამპის ევროპაში, ეს არის ვიქტორ ორბანი. ეს არის მთავარი ჯორჯია მელონიც, მაგრამ ორბანი არის მისი მთავარი. ეს არის იგივე ტრამპი ევროპაში. იმდენად ამ აქტივობებს ხედავთ და მისი დამოკიდებულება ხა საქართველოსადმი აშკარად ხო ვიცით როგორია რა. და თუნდაც დღეს ამიტომ შენ ყველა საშუალება გაქვს რომ ეს გამოიყენო. და დღეს აი რაც უკვე შეიცვალა ადმინისტრაცია, რამე აქტივობებს ხედავთ, თქვათ ხელისუფლების კონტროლის საგარეო მიმართულებას. ხა დასკვნების გაკეთება დავიწყოთ და გავაკრიტიკოთ, ჯერ არ ვიცით და ეს მალე გამოჩნდება, აქტივობა აუცილებელი. დიდი მადლობა ირაკლი ბათიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამით დღევანდელი გადაცემა დღის თემა დასრულებულია. ხვალამდე დაგემშვიდობებით.